გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს დიდი შეცდომა, კვარაცხელიას ახალი როლი თუ უბრალო ექსპერიმენტი. გასახდელში ვითარება დაიცაბა, რა ხდება დავითაშვილის თავს. ამ თვეში კი ჩვენი მიზანია რომ 95,000 გამომწერზე ავიდეთ. ამიტომ თუ ახალი ხართ ხოვნაა რომ გამოყო 2 წამი და გამოიწერო არხი. ასევე ვცადოთ რომ ავიდეთ ტრადიციულ 2,000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მადლობა მეგობარო თუ ეს შემეორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. განახლებული ინფორმაცია, როგორია ჩაკვეტაძის მდგომარეობა. ბოტფორდმა ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათ შორის კი გავრცელდა ბოლო ცნობები გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე. კერძოდ გიორგის შესახებ შემდეგი კომენტარი კეთდება. ჩაკვეტაძე მთელი კვირის განმავლობაში სპორტ დარბაზში მუშაობდა, სადაც ძალისმიერ ვარჯიშებს ასრულებდა, რათა უკეთეს ფორმაში შეხვდეს პერიოდს, როცა ტერფისვლის კომპლექსური ტკივილი ჩაუცხრება. წერს ბოტფორდი გიორგის შესახებ. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე ონავრებს აპრილის შემდეგ ვერ ეხმარება. მანამდე კი კლუბმა გავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელი მოედანს სექტემბრის ანაკლებო მატჩების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს. სურიკო დავითაშვილისა და ლუკას ტასენის უკმაყოფილების გამო სენტ-ეტიენის გასახდელში ვითარება დაიცაბა. ამის შესახებ გამოცემა ფუტმერკატოს ჟურნალისტი სებასტიან დენი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით სურიკო დავითაშვილი და ლუკას ტასენი უკვე ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმით, რომ კლუბი მათ ტრანსფერებს ბლოკავს. ამის გამო კი გასახდელში ძალიან ნეგატიური გარემო შეიქმნა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მწვანეების თავკაცმა ეირიკ ჰორნელანდმა განაცხადა, რომ სურიკო და ლუკა გუნდს არ დატოვებენ, იმიტომ რომ სენტ-ეტიენს ლიგა 1-ში დაბრუნება სურს და სწორედ ამისთვის ტოპ მოთამაშეების შენარჩუნება სურს. მე კი აქვე გეტყვით, რომ სტანსეს ტრავმის გამო ზაფხულში ჯერჯერობით არ უთამაშია, ხოლო სურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის პირველ ტურში მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. ტრანსფერმარკეტის შეფასებით კი სურიკოს საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა, თუმცა ფრანგული მედია წერს, რომ სენტ-ეტიენი ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს. ამასთან პრესა სურიკოს რამდენიმე უცხოური კლუბის სახელს უკავშირებს. ყველაზე აქტიურად კი ბეშიქტაშის ინტერესზე იწერება, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე ჯერჯერობით არ მისულა. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ პარი სენ-ჟერმენში მეოთხე ტიტული მოიგო. ეს კი UEFA სუპერთასი გახლავთ. ამ შეხვედრის შემდეგ კი მედიაში არაერთი სტატია იწერება როგორც პარიზულ კლუბზე, ასევე კვარაცხელიაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა ეკიპი ხვიჩას თამაშს შემდეგი სიტყვებით აფასებს. მისი თამაში სეზონის წინა პირველი ვარჯიშივით გამოიყურებოდა. არც ბრწყინვალე ეპიზოდები და მცირე აქტიურობა. ქართველმა საფრთხე ვერ შექმნა, ხოლო პირველი ტაიმის მერვე წუთზე PSG-ს ერთადერთი გამართული კომბინაციის დასრულების შემდეგ მისი დარტყმა დაბლოკეს. ალბათ ეს იმით არ იყო გამოწვეული, რომ მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა. უბრალოდ მას ამ დონეზე მატჩის ჩასატარებლად რესურსი არ ჰქონდა. ასევე ხვიჩას თამაშს ფუტმერკატოც აფასებს. ძალიან რთული მატჩი ჰქონდა ქართველ ვარსკვლავს. შეტევის მარჯვენა ფლანგზე პრაქტიკულად ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა საკუთარი გუნდის თამაშზე. არანაირი ცრუმოძრაობები და დრიბლინგი, არანაირი მანევრი. ტოტენჰემის მცველებს და განსაკუთრებით სპენს საკმაოდ მშვიდი საღამო ჰქონდა. წერს ფუტმერკატო კვარაცხელიას შესახებ. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა სათამაშო პოზიციაზე მრავალმა გამოცემამ გაამახვილა ყურადღება. აშკარაა, რომ ხვიჩა უფრო მეტად პროდუქტიული და თავისუფალი თავის ნატურალურ პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზეა. მაგრამ რას გეგმავს ლუის ენრიკე და მოუწევს თუ არა ხვიჩას მარჯვენა ფლანგზე თამაში, ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ამასთან დაკავშირებით ლიათის სპორტი წერს, სადაც ნათქვამია, რომ PSG ლუის ენრიკეს მეთაურობით დიდ შეცდომას უშვებს. ტოტენჰემთან დიდი მატჩისთვის კვარაცხელია სასტარტოში მარჯვენა ფლანგზე დააყენეს, თუმცა PSG შვიდიანმა შეხვედრა სრულიად ჩააგდო. ლუის ენრიკემ შეცდომა დაუშვა, როცა კვარაცხელია იმ პოზიციაზე გამოიყვანა, სადაც თავს სრულიად უხერხულად გრძნობს. ამის შემდეგ კი ჩდება შემდეგი შეკითხვა. კვარა ფიზიკურად არადამაკმაყოფილებელ ფორმაში იყო, თუ პრობლემა ის იყო, რომ მარჯვნივ თამაშობდა. გამოცემის აზრით ენრიკე შეცდომას უშვებს, როცა კვარაცხელიას პოზიციას უცვლის. როდესაც ქართველი შემტევი PSG-ში მარჯვენა ფლანგზე ათამაშეს, ყოველ ჯერზე ასე იყო. მას არასდროს ჰქონია კარგი მატჩი. ციტირებს ფრანგული გამოცემა RMC სპორტის ჟურნალისტის სიტყვებს. შეტევის მარჯვენა ფლანგზე კვარაცხელიასთან თამაში მეტწილად ლონდონელთა განაპირა მცველ ჯეტ სპენს უწევდა. ფაქტია, რომ ხვიჩა მოედანზე გატარებულ საათებში კალისკენ სულ ერთხელ დაარტყა. მას კი წარმატებული დრიბლინგი არ ჰქონია. 11 დუელიდან კი მხოლოდ 3 მოიგო. შეხვედრის შემდეგ კი იმედგაცრუებულმა 25 წლის მცველმა შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა. ყველაფერი გავიხეთ, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა. სპენს კი გამოეხმაურა ინგლისის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი, რომელიც შემდეგ კომენტარს აკეთებს. დიდი ხნის განმავლობაში პირველად ვნახე მცველი, რომელმაც კვარაცხელიასთან გამკლავება შეძლო, განაცხადა ინგლისელმა. ხოლო როგორც შეხვედრის შემდეგ თავად ხვიჩამ განაცხადა,
აცხადა, სულ ერთი კვირა რაც მან ვარჯიში განაახლა და ჯერჯერობით სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება, მაგრამ თავის მხრივ ლუის ენრიკე პარიზულ კლუბში ახალ ტაქტიკას აყალიბებს. ეს კი ჩვენ ბოლო მატჩებში ძალიან კარგად დავინახეთ. კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება კი დიდი ვარაუდით უბრალო ექსპერიმენტი იყო, რომელმაც არც თუ ისე წარმატებით ჩაიარა. PSG-ს თავკაცი კი თავის დასკვნებს რა თქმა უნდა გამოიტანს და იმედი დავიტოვოთ, რომ ახალ სეზონს გუნდი წარმატებით დაიწყებს. მე კი შეგახსენებთ, რომ ხვალ, კერძოდ 17 აგვისტოს ლიგა 1 ბრუნდება, სადაც კვარაცხელიას PSG ნანს დაუპირისპირდება. ამიტომ ვინც ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ვის უნდა დავაკვირდეთ ახალ სეზონში? ორი ქართველი ლიგა 1-ის ტოპ 10-ში. ქოჩორაშვილის კონკურენტის შეძენას ფიქრობენ, როგორია მანჩესტერ იუნაიტედის გეგმები. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მანჩესტერ იუნაიტედი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. წითელი ეშმაკების მთავარი სამიზნე კი კარლოს ბალება გახლდათ. ეს უკანასკნელი 21 წლის ფეხბურთელია, რომელიც ბრაიტონის რიგებში ასპარეზობს და ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება. აღსანიშნავია, რომ მანჩესტერი მზად იყო ბალებას ანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ხოლო BBC სპორტის ინფორმაციით, იუნაიტედის სიის სათავეში სპორტინგის მოთამაშე მორტინ ჰიულმანდი იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დანიელი ნახევარმცველი ქოჩორაშვილის ერთ-ერთი კონკურენტია. წითელი ეშმაკები კი ლომებს შეთავაზებას უმზადებენ. პორტუგალიური პრესის ცნობით კი სპორტინგი ჰიულმანდის სანაცვლოდ მინიმუმ 50 გირვანკა სტერლინგს მოითხოვს, მაგრამ ქოჩორაშვილის ტრანსფერის მიუხედავად ლომებს დანიელი ფეხბურთელის გაშვება არ სურთ. მას კი მხოლოდ სარფიანი შეთავაზების სანაცვლოდ შეელევიან. ცნობილმა გამოცემამ RTL-მა საფრანგეთის ლიგა 1-ის მოახლოებულ სეზონს სტატია მიუძღვნა. მათ კი დაასახელეს ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელთაც 2025-26 წლების გათამაშებაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მათ შორის კი არიან კვარაცხელია და მიქაუტაძე. აღსანიშნავია, რომ მესამე ადგილზე კვარაცხელია გავიდა, სადაც მის შესახებ შემდეგი კომენტარი კეთდება. პარკ დე პრენსმა ახალი ფავორიტი იპოვა. 7 თვის წინ გადმოსული კვარაცხელია ისე გამოიყურება, თითქოს უკვე რამდენიმე სეზონია პარის სენ-ჟერმენის ხისებას იცავს. ხვიჩამ ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა და გასულ სეზონში PSG-ს მიერ მოგებულ 4 ტიტულში საკვანძო როლი ითამაშა. 2 სეზონის წინ კვარაცხელიამ ნაპოლიში იტალია დაიპყრო. ახლა კი იმავე საფრანგეთში აკეთებს. კლუბის გულშემატკივრები მის მებრძოლ სულს, აქტიურობასა და ეფექტურობას აქებენ. ახლა კი შეუძლიათ, რომ მთელი სეზონი მისი სიამოვნება მიიღონ. წერია გამოცემაში. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ქართველმა ფორვარდმა მე-10 ადგილი დაიკავა. ლიონმა ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს. გარდა ამისა, ლიონმა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც დაკარგა და ალექსანდრ ლაკაზეტი საუდის არაბეთში გადავიდა. მისი წასვლის შემდეგ მიქაუტაძე ლიონის მთავარი დამტყმელი ძალა გახდა. ქართველ ფეხბურთელს რთული ამოცანის შესრულება მოუწევს. 24 წლის თავდამსხმელმა გასულ სეზონში 11 გოლი და 6 ასისტი გაიფორმა, მაგრამ მომდევნო სეზონში შეუძლია საკუთარი კვალი დატოვოს და ქომაგებს მისი იმედი აქვთ. წერია გამოცემაში. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.